მაშინ ახალგაზრდა მონაზვნები ვიყავით და საჭირო იყო, რომ გავემდიდრებინეთ თავისი გამოცდილებებით და სულიერი მარაგი გქონოდა სხვებისთვის გადასაცემად. ერთხელ მიყვებოდა, მოსამართლე მოვიდა, თანაც უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი და მეუბნებაო, მამაო, იმდენი საქმე მაქვს სასამართლოში, რომ ლოცვისთვის დროს ვერანაირად ვერ პოულობ. რაღაცას გეტყვი მეთქი. უთხარი, ერთ მარტივ რაღაცას გასწავლი, რაც აუცილებლად გააკეთე მეთქი. როცა ადგები დილით, იცვამ თუ ხელპირს იბან იესოს ლოცვა წარმოთქვი და ეს პატარა რამეც ძალიან დაგეხმარება მეთქი. 3 თვის შემდეგ ისევ მეწვია ეს კაცი კატუნაკებში და მითხრაო, მამაო, დავიწყე თქვენი რჩევის ასრულება. დილით სანამ ვიცმევ, ხელპირს ვიბან და კბილებს ვიხეხავ, იესოს ლოცვას მოუხმობ. და ეს მცირედი თავისუფალი დროც რომ გამოვიყენე, ძალიან გამითბა გული. ქრისტესთან ყოფნის წადილი გამიჩნდა გულში. და რადგან ჩემს სულს ძალიან სყურია ქრისტე, დღის განმავლობაში სხვა მონაკვეთებსაც გამოვნახავ ხოლმე ეს სყურვილი რომ დავიოკოვო. ამიტომაცაა საჭირო და კარგი, რომ ერის ადამიანებსაც ვასწავლოთ იესოს ლოცვა. იესოს ლოცვით ისინი მადლის ნექტარით იკვებებიან იესოს სახელის მოხმობისას, ანუ ჯვარცმული იესოს ყოფნას თავიანთ გულში. ღვთისმშობელმა დაგიფაროთ და თქვენს გულებში მისი ძისადმი სიყვარული და წადილი გაგიმრავლოთ.